მოგესალმებით, მე ვარ მოსკა, კიკეც ფერმის სახელოსნოდან. დღეს გვაქვს მანჯის ვორქშოპი სტაროპრამენთან ერთად. ფაქტურები რო გამოჩნდა, სუპერ, ისე დაიჭე. მანჯი, დღეს რისი ვორქშოპი გვაქვს? დღეს ყველასთვის საყვარელი პიცის ვორქშოპი გვაქვს, ხო, რაღაცა პიცის. და მე მგონი საინტერესო იქნება. ამჯერად შაშის ფაჩის მაგივრად რას ვეყენებთ? ძალიან მაგარ პიცის ღუმელს, რომელიც ჩვენ გვიწილა და სტაროპრამენმა ასე დაგვითმო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ პიცის ღუმელის garaში რაც უნდა მაგარი გერმანული ღუმელი გქონდეს. პიცის ღუმელი მაინც სხვა არის და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. რასაკვირველი. კი ბატონო. ამჯერად ხვარნერუილო? არა. ის პირველი იყო და რაღაცა მაინც ღელავდი და ეხლა კარგად ვარ. ძალიან ზად ვარ. ნახოთ, აბა რა შევძლებთ ბავშვები ერთად, მე მგონი საინტერესო იქნება. დავიწყოთ. ეგ რა არის? ეს არის ბაზილიკი, რომელიც ღირს ძალიან ძვირი. მართლა? 1 კილო დღეს ღირს 50 ლარი. რას ამბობ? იგივე რეჰანი არ არის? ხო, მწვანე, ცოტა განსხვავებული არომატები აქვს, მაგრამ რეჰანია რა. და სამზარეულოში ხო მარტივია რომ მოიყვანო ქოთანში. კი. 50 ლარი რა და ღირს. შეგვიძლია ფერმაში ბაზილიკი მოვაშენოთ და შვენიერი იქნება. არა, კარგი. დავიწყო. აბა ვინ გამოიცნობს რითი ვიწყებთ? არა, აი ხო და პირველი მოქმედება რა იქ? ოჩა. თქვენი სად არის? ხევში. მართალია. შეფ რა უნდა ქნათ? ვიცი რა, თუ გინდა ხელთმანები მოიხსენით ბავშვებო რა. ყველა მაინც იმიტომ რომ ცომის მოძრაობა ძალიან რთული იქნება ხელთმანებით. რომ ვიცოდეთ ისე, სამზარეულოში ხელთმანები აუცილებლობა აღარ არის. პირიქით უფრო აბინძურებთ თურმე ყველაფერს. ოღონდ თავარია ხე გარნიშნავს, უხელები არ იბანო, უფრო ხშირად უნდა დაიბანო ხელები და თითოეული მოწესრიგებული უნდა გქონდეს. პირველი მოქმედება რითიც ვიწყებთ არის ესეთი რიტუალი გვექნება. 3 თითით ვიღებთ ესეც ხუს და აი ესე ვაკეთებთ რა. მართლა. აი სუმუში ნანახი გაქვს ესე რომ ყრიან ხოლმე ბრინსკრიან თუ მაგას აღარ გასოს მე მგონი მაგას. მიდი. აი ის რო ხაში. აი ეგრე всё. შენ? მარტო ერთხელ. კაი, ქვევში რაც ქვილი გვაქვს, ეგ რაოდენობა გადმოვიტანოთ ჩვენს ჯამებში. კარგად, თლიანად. ბოლომდე გადმოყარეთ. მიდი, აბა რა, სულ ბოლომდე. აქ არის 7 სუფრისკოვზი ფქვილია. დაახლოებით უნდა 9 ჩაის კოვზი არც კი, საფუარი. რომელიც უნდა გახსნათ 9 ჭიქა ესე წყალში, რა თქმა უნდა წყალში ცოტა შაქარი და ეგ არის. და ხო, საფუარი ცოტა ხსნი და წყალში ცოტა ფქვილსაც ურევ. რომ ფქვილთან ერთად უფრო კარგად ამოფუდება და კარგი სტრუქტურა იქნება. კიდე აი იქით გასრისე. და აღარ იმას გიზავს. და ცომს ერთ საიდუმლოება ახასიათებს. დიდხანს ხოვზელთ ხოლა რაღაცა საინტერესოა გვემორჩილება გონია. რისთვის ვასვენებთ ცომს? პირველი რომ ამოვიდეს და ამოფუდეს და მეორე იმისთვის რომ უფრო მორჩილი გახდეს. ახალი მოზელელი ცომი ჯიუტდება და არ გვემორჩილება. აი გამტყელება რომ მოვინდომოთ, ისევ დაუბრუნდება, ისევ თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. აი ვერ ვიმორჩილებთ ვერაფრით. უფრო მეტი წყინულები უნდა ჩაყაროთ და ისევ უნდა მოიზილოს. და უნდა ვზილოთ ძალიან დიდხანს. დიდხანს რაც შეიძლება, იმიტომ რომ დიდხანს ზელვისას ვინმე მიცით რა გამოიყოფა? ცომს რო დიდხანს ვზელთ. გლუტენი გამოიყოფა, რომელიც უფრო წებოვანი ხდება ცომი, უფრო წელვადი ხდება და უფრო გემორჩილება. განცალკევება ხდება გლუტენის და მთლიანობაში უკვე სხვანაირად ერევა და სხვა სტრუქტურა ხდება. აი უგლუტენოს გაკეთება როცა უნდა დიდხანზელენ, მერე წყალში ავლებენ და ასე რეცხავენ, ასე ვთქვათ გლუტენს. ჩვენ გლუტენის გარეცხვა არ გვაწყობს პირიქით. ხო, აი ამეებით, აი ამ ორი ბალიშებით. კი, მოვალ ხა შენთანაც. ეხა ნახე რა შვებით. კაი, შენ ცოტა ხანი ზილე კიდე. ამბო, მოიწმათხოვე? არა, შენ წყალი გჭირდება. ინდური პიცა.
ჩვენ განიღური. მე არ ვიცი. როგორ აკეთებს ეს? ამითი ვაკეთებთ რას ჰაერიზაცია ხდება უფრო მეტად რა რომ ჟანგბადმა ხელი შეუწყოს საფუარის მოქმედებას. ჩემი ცომი შეფმა შეაქო. აქ იყოს ყველაზე მეტად მითხარ. ყველაზე მეტად მე მიყვარს პიცა მიყვარს ძალიან. შვენიერი გავსინჯოთ შენი პიცა რა გამოვა? კიდევ რომელიც გეყვარება შენ. ეს არა ქვია. კიდევ წვნიანები მიყვარს. ერთი წვნიანი ხარჩო არ მიყვარს. კაი, გავსინჯა ერთხელ და არ მომეწონა. და რა ვიცი, კიდევ დედა რას აკეთებს ყველაზე გემრიელს? ყველაზე გემრიელს დედამ დაიწყო პურის გამოცხობა და ვაუ, რა ძალიან მაგარია. გემრიელია. ძალიან მაგარია. ძალიან. შენ მითხარი აბა? ჩემი საყვარელი საჭმელი მაწვნის სუპია. მაწვის სუპი? იცი რა მაწვის სუპს ვაკეთებ? საოცრებას. მე ერთხელ გავაკეთებ და გავსინჯო. თან შემოფასე. მართლა? ვიცი რომ შენი შვილია. დედასთან უნდა მისულიყო. დედა ყველაზე გემრიელს ასაკეთებს. რა მაწვნის სუპს. მაწვის სუპს. ოჩარ დედას. აბა შენ მითხარი. პასტა და სტეიკი. მე წავედი, მეგობრებო. კარგად იყავით, გიტოვებთ ძალიან მაგარ შევს. რომელსაც ყველაფერი იცის და ყველაფერს ძალიან მაგრად აკეთებს. სტეიკზე მე მინდა რომ მე და შენ ერთად გავაკეთოთ ერთხელ სტეიკი. მე მაინტერესებს შენ როგორ გავაკეთებ და მე გაჩვენებ შენ მე როგორ ვაკეთებ სტეიკს. შევთანხმდით? ოკეი, შვენიერი. შენ ლამას თვალება გოგო მითხარი? მე მიყვარს ყველაზე მეტად მაკარონი. მაკარონი, პასტა, მოდი ესე ვთქვა. მაკარონია, მაგრამ პასტა დავარქვათ რა, ცოტა ისე ჟღერდეს რა. რასთან ერთად უბრალოდ ისე მშრალად თუ რამე соуსი? რაღაც საკეთებს და ეს პომიდორისგან. კი ბატონო. სხვათა შორის ეხა ჩვენ რა соуსაც ვაკეთებ, თავისუფლად შეგიძლია იგივე соуსი გამოიყენო ნებისმიერ პასტაზე და უფრო გემრიელი გამოვა. ყველასას თუ მოვაყრიხო საერთოდ რა. აბა დიდ და ლამას თვალება მოგხარი? შენ მე მიყვარს მაკარონის სუპი. მაკარონის სუპები? ე ვა, რა საინტერესო. დედა რას აკეთებს ყველაზე გემრიელი? სპაგეტი. სპაგეტი. შვენიერი. აბა შენ მიხარ. მე მიყვარს ყველაზე მეტად შოკოლადიანი ალადიკები. შოკოლადიანი ალადიკები უყვარს ყველაზე მეტად. ეს დედა ჩემს თვითონ ცომს აკეთებს და მე დაფაზებდებ და ისე იმასვის. ვიცი როგორ მიყვარს და არ მაჭმევენ. ერთხელ გვესტუმრეთ და გაჭუთ вас. სიამოვნებით. იქით თუ გამოვისდა რომ ესე ბავშვები რახან არიან გავატარე რა. შევწვარი კარტოფილი, სალათი და მჭადი და ყველი არის ჩემი აზრით ქართული გული. აი ეგ მიყვარს ყველაზე. მე შევიძლია ვიხმულო ეს, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე და კარტოფილის შეწვა არ არის ადვილი. არ არის ადვილი, უნდა იცოდე. კი. ყველა ვერ წოვს გემრიელ კარტოფილს. აბა თქვენ მითხარით? ყველაზე რა გიყვართ ყველაზე მეტად? რა კერძი, რა საჭმელი, რა ხშირად, რა შეჭამდით? ბრინჯი ქათმით. აზიურად. აზიურად. დიახ. თქვენ ეთყობა არ იცით ჩემი ამბავი? მე საოცარ აზიურ კერძებს ვქნი. აუცილებლად გავსინჯავ თუ მეტყვით საათი. ვერ გასინჯავთ. არ ვაკეთებ. დავიკეთე. მაგრამ ერთ დღეს აქ აუცილებლად გვექნება აზიური კერძების რაღაც ეს მასტერკლასივით და ჩემთებს და ბრინჯის მოხარშვის საიდუმლოებასაც გაგანდობთ. ეგ არის. გამომართვით კი არა, მე მქონდა ეს. შენ დამავიწყე, შენ. აბა მოდი. რა კერძი უყვარს მოსკას? ჩიხითმა. და ელარჯი. ეს არის ორი კერძი. ძალიან საოცარი ის არის რა. ამას. კარგი ელარჯი შეგვიძლია გავაკეთოთ. მე ელარჯის ბურთულებს ვაკეთებ ხოლმე. მე კლასიკურად. კლასიკურად კი ბატონო. მეგრული ხერხილით. ხო, თავისთავად ცხადია. და ნამდვილი მეგრული სულგუნით არა, სხვანაირი ყველით არის და მაგ თუ ვიშოვით, ძალიან ძნელად საშუალებელია აუცილებლად გავაკეთოთ. Pop-up-ი გავაკეთოთ workshop-თან ერთად. სხვაებს დავაპატეჟოთ და workshop-საც გავაკეთოთ. ელარჯი გავწელოთ მთელი ფერმის სიგრძეზე თუ გავწელოთ ერთ. ღია ცეცხლზე. კი.
გარეთ ზამთარში გელოდებთ. უკვე ჩაეწერეთ. კითხვის მდგომარეობს რა მიყვარს? შემწვარი კარტოფილი. შემწვარი კარტოფილი. შვილებითავის კომენტარები. შემწვარი კარტოფილი მიყვარს ძალიან და მიყვარს კიდე ღომი და ხარჩო. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. არანაირი კომენტარი არ მაქვს. გადავედით შემდეგ ტურში? ძალიან მაგარი. აუ შემწვარი კარტოფილი მაგრამ მომინდა. მართლა ძალიან მომინდა. დედა. შემწვარი კარტოფილი მომინდა. შემიჭი. დამიბრაძე. დედის გაკეთებული ცალკე ამბავია რა. სახში ხშირად აქვთ ხოლმე ბებოებმა იცოდნენ, ეხლა თქვენო ბებოებმა არ ვიცი იქ იციან თუ არა. ბებიაჩემმა იცოდა ეგ ამბავი, რომ პომიდურისგან აკეთებდა რაღაც კი არ საწებელს, რაღაც ხამში გატარებულ პომიდორს ხარშავდა და შენახული იყო კონსერვში და მაგას ვიყენებდი ხოლმე, ძალიან გემრიელი გამოდის. კი, აი რამეა ძალიან. საწებელი არ არის გამზადებული ბოლომდე, რაღაც სუნელები ჭირდება რა, ხო? ეს არის მოკლედ, როგორც გითხარით, კეჩუპი. ჩათვალეთ, რომ ეხა სახში ვარ და კეჩუპი გვაქვს და მეტი არაფერი არ არის რა. დაგჭირდება მარილი, ყველაფერი, რასაც გეუბნებით, არის აბსოლუტურად გემოვნების ამბავი. ვერანაირად ვერ გეტყვით, რომ 2 კოვზი უქენი, 3 კოვზი უქენი, თვალის ზომით თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, რამდენი უნდა უქნა. ეხა ერთი ჭიქა არ უნდა უქნა, რასაკვირველია ამას, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, ის პომიდორიც, კეჩუპი თუ რაც იქნება, როგორი გემოსი იქნება. ცოტა წყალი შეგვიძლია უქნა. რაცა პომიდორს თუ შაქარს თუ უფრო მეტი გემო გამოაქვს, რა მე? შაქარი და მარილია მაგისი რა. შაქარი რა შვება, იცი? შაქარის ერთადერთი ფუნქცია არის სიმჟავე დააბალანსოს. ცოტა მჟავე ტიპი თუ არის, ეგ გააქროს და სიტყვა კი არ იგრძნობოდეს, პროსტა სიმჟავე გააქროს. ბაზილიკი, მარილი, ცოტა შაქარი და ცოტა ზეთი. მორჩა, მეტი არაფერი არ უნდა. აურევთ და მზად არის. აბა წავედით. რამე იტალიური სიმღერა იცით? წავედით. 1 2 3 რა. ხო მას. ზარეული იპიპი. რა მაგარი სახელი შემარქონახი, იპიპი. ძალიან კარგია. ხო, იპიპი. პიცას. ვიცი? მომეცი გამომართვი. წაუსვი. მოიცა, აი მოგეხმარო. მინდა რომ ლამაზი გამოგივიდეს. შეფ, ეგ არის. ეხლა მე ყველას მოგაყრევინე. მიდი. დაყარე, მოაყარე. მიდი. კარგი ბიჭი ხარ. იცი? ეყოფა? არ უნდა ამას არაფერი წავედით ახლა წავიღო. მაგარი ბავშვები არიან. ისე მოზილეს სუმი და ისე იდეალურად გააკეთეს ყველაფერი. დროა საბავშვო მასტერშეფი დაიწყოს საქართველოში. მაგარი ბავშვები არიან. აი შეფ ალექსანდრე მაგალითად ჩეხეთ. შეფ. შეგიძლია პირდაპირ ეს ჩაკბიჩო. შემდეგი. გააკეთეთ ბავშვები. რა მაგრები ხართ? ყოჩახ ძალიან მაგარი ხარ. ყოჩახ მაგრები ხარ, ცისკენ მანახე ძირის. კარგად იყავი, შეფ. მაგარი ბიჭი ხარ. კარგია. ძირის ქელი არ იყოს.
ძალიან მაგარი გუმელი. კრა, ჩადე და აი უცებ გამოწევაცა და ხომ სულ ნუ გამოწევ ცოტათი. პირიქით იქით მიაწექი და მე. იდი, ეგარი. შე ჭიქა გავყინა სპეციალურად იმისთვის რომ სივად მათამამებთ. ცოტა დახარე რომ კაფე არ გაიგეთოს. თუ კაფეანი გიყვარს? ძალიან კარგია, კარგად ასხავ. დავდიოდი. შო, ეგარი. სტაროპრამენზე გამახსენდა და ღუმელზე მეგობრობას გაუმოჯოს. გამოვიდა უკაცრავად. აბა, როგორია? მიხადათ იმისა, რომ ყველით არ არის. ძალიან გემრიელი გამოვიდა, ძალიან კარგად დაიბრაწყა. ან სამარხო ვარიანტი, ლაქტოზას მეც ვერ იტანს. და ძალიან კარგია. ძალიან ყოველთვის ვარ მოკლედ ყოველთვის. ძალიან მიხერია. მიირთვით. გასინჯეთ. ეს ძალიან ნაზი და რბილი ცომია. ძალიან გემრიელია. ცოტა დიდხანს ვაცადებ დავაყენეთ. პირში დნება. ძალიან კაია. შევ, ერთი კითხვა მაქვს. მე მაგალითად ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე საკვებში ლუდს. ზოგჯერ კატლეტშიც კი ვურავ ხოლმე. ხო და აქვს მნიშვნელობა როგორი ლუდი იქნება? გასაკვირველია ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. სუდი ყოველთვის გემოზე მოხდა. კარგი ლუდი. ყოველთვის კარგია. ხო და მოკლედ მეც ძალიან ხშირად ვიყენებ ლუდს, მათ შორის соуსებშიც, მარინადში. ნუ განსაკუთრებით ხორცებთან მეგობრობ და ხორცთან მიმართებაში, თუმცა რაღაც ყველგან შემიძლია ის გამოგება. და ერთი აქვე მინდა დავაანონსოთ, რომ შემდეგ კვირას სტაროპრამენის ფეჩის დახმარებით ჩავატარებთ გურული ღვეზელების შობს. ახალი წელი მოდის. შობა მოდის და გურული ღვეზელის გარეშე წარმოუდგენელია და რახან ჩვენთან მეგობრობს სტაროპრამენი მისი ღუმელი ჩვენ ხელშია. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და რატომაც არა რომ ღუმელი გავაკეთოთ გურული ღვეზელი. საინტერესო, გემრიელი და ერთი გავაკეთოთ ბოშეთები. ძალიან კარგი. ბედნიერად, შევ, აბა შენიც მოამზადე. კარგად მზადდებოდი, ხალბატონო ბალერინა, კარგად.